ნუ თუ ეს ყველაფერია, ნუ თუ მეტი შეუძლებელი არ არის. ზოგჯერ ეს კითხვა ჩნდება იმ წამებში, როცა არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს ადამიანი. არ არის აუცილებელი, რომ ეს მომენტი იყოს სავსე ცრემლებით ან დრამატული გააზრებებით. ხშირად ეს არის უბრალოდ დაღლილი ამოსუნთქვა, წყნარი მზერა, შორს ჰორიზონტისკენ და სწორედ მაშინ, როცა ადამიანი შინაგანად აღიარებს, რომ აღარ შეუძლია ასე გაგრძელება, ისე რომ არ ამბობს ამას ხმამაღლა, სამყარო იწვრის. საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. გულწრფელი შეგრძნება, რომ ცხოვრება აღარ შეესაბამება იმ შინაგან ჭეშმარიტებას, რასაც ადამიანი თავის თავში გრძნობს. როცა გონება ფიქრობს, რომ ფიქრები მხოლოდ აზრებია, სული აგზავნის სიგნალებს, ეს ფიქრები გადადის ენერგიად, ენერგია ტალღა ვიბრაციად და ეს ვიბრაცია აღწევს იმ კვანტურ ველში, რაც ყველაფერს აერთიანებს. სამყაროს არ სჭირდება სიჩქარე, ის მოქმედებს სიზუსტით. ის ხედავს, როცა ადამიანი მზად არის, არა ზედაპირულად არ ამიგაგებით, რომ ახლა მინდა ცვლილება, არამედ ღრმად, როცა მზად ყოფნა ნიშნავს ცვლილებას, დაიბადოს ის, რაც შინაგანად ყოველთვის არსებობდა. ადამიანის სხეული არის მეხსიერების საწყობი, ყველა განცდა, ყველა რწმენა უჯრედების დონეზე ინახება. ნერვული სისტემა სწავლობს, როგორ იმუშაოს იმ სიხშირეზე, რომელსაც ყოველდღიურად ადამიანი ითვისებს. მაგრამ როცა ხდება გაცნობიერებული ცვლილება, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ არ უნდა სხვა ვიბრაცია, სხეული იწყებს ძვლის უარყოფას. ამ მომენტში აუცილებელია გაჩერება, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი ოფისში, ბუნებაში, საჭიროა დახუჭოს თვალები. დაიდოს ორივე ხელი გულზე, იქრძნოს სითბო ხელის გულებიდან. შემდეგ სამი ღრმა ნელი შესუნთქვა და იქ ჩუმად, ან ფრთხილი ხმით უნდა უთხრას საკუთარ თავს. მომეცი ნიშანი და შემდეგ იქრძნოს არა სიტყვებით, არამედ გულით, როგორც ეკოსავით ბრუნდება ეს ფრაზა შიგნით. და როცა იქრძნობ, რომ პასუხი მოვიდა, საჭიროა ჩურჩულით თქვას, რომ სამყარო მოპასუხა.